Das მთელი საქართველოს მასშტაბით ერთობის ჯაჭვი შევკარით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტი, ჩვენი პატარა ხარაგაული შევერთდა ამ ყველაფერს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი სათქმელი, რომ ჩვენ ვართ ევროპა, ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ამაში ვერავინ ვერ შეგვიშლის ხას. მოგეხსენებათ, რომ ერთობის ჯაჭვი არის სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი, რომელიც ძირითადად მოთხოვნას აყენებს ამ ეტაპისთვის. პირველი არის თავისუფალი არჩევანის უფლება, ხოლო მეორე არის რომ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მიმდინარე ერთი თვის მანძილზე არიან პატიმრობაში, პარალელურად იყვნენ ძალადობის მსხვერპლები და დღეს სამწუხაროდ გისოსებს მიღმას ხედან. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რის მიხედვითაც თითოეული წელი უნდა იყოს ევროპისკენ მიმართული. ამ წლების გადავადება ნიშნავს საქართველოსთვის მომავლის შეწყვეტას, ცოტა ხანი კარგი მომავლის შეწყვეტას და ეს არის ტრაგედია თითოეული ადამიანისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხვდებიან ყველა ადამიანი თუ რამხელა ტრაგედია არის ეს. აქციაში მონაწილეობ იმ დღიდან, რადგანაც დაიწყო 30 ნოემბერი, იმ დღიდან იქ ვარ და განსაკუთრებით პირველი კვირა, როცა იყო დარბევები, როცა იყო აგრესიული თავდასხმა ახალგაზრდებზე, ყოველ ღამე იქ ვიყავი გათენებამდე. გათენებამდე ვიყავი, იმიტომ რომ მეშინო და მე არ ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, ამათ არაფერს არ ეშინიათ. მე მეშინო კანკალით ვიდექი, მაგრამ ჩემი შვილები იქ იდგნენ, ჩემი შვილის მეგობრები, თქვენი შვილები ყველას იქ იდგნენ და მე რო სახში წამოსულიყავი და დამეძინა სახლში, უნდა დამეძინა მაგ დროს, რომ ვიცოდი როგორ მოძებდნენ და ვიყავით გაგუდულები და ვიხჩობოდით იქ და ზოგს კიდევ ვინც მოყვებოდათ ხელში ურტყავდნენ და იყო. დღევანდელ აქციაზე მე ხა იქეთ ვარ ხოლმე აქციებზე თბილისში ძირითადად, მაგრამ რო გავიგე რომ აქეთ ტარდებოდა ეს ერთგვარად პერფორმანსია, ერთად ყოფნის, რომ ჩვენ ადამიანებს ძალიან ბევრი ვართ ამ აზრზე, რომ გვინდა რომ გამოვხატოთ ეს, რომ ყველას ერთად გვინდა ევროპაში, რომ ყველაფრის რომ არასწორად არიან ის ბავშვები დაწერილები და ისინი აუცილებლად უნდა გამოუშვან და გაათავისუფლონ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციებს აღიქვამენ როგორც ჯილდოს წყალებში ქვეყნის სიყვარულისთვის. სანქციები ჯილდოა საქართველოს სიყვარულისთვის. ზოგადად რეჟიმებს, განსაკუთრებით წარმომავალ რეჟიმებს ახასიათებთ აი რაღაცა ესეთი ამბების ვითომ თავისთვის შემოbrunება და აი მსგავსი არა ამ ქვეყნიური რეალობის შექმნა თითქოს რაც არის მათთვის პრობლემა სინამდვილეში ეს არის მათთვის დამსახურება და დიდი ამბავი. სახეებზე ეტყობათ ხოლმე როდესაც გამოდიან სინამდვილეში როგორ ჯნობენ თავს დაჯილდოებულად და გამარჯვებულად თუ დასანქცირებულად და შეშინებულად და რაც მთავარია რას მინდა გავუსვა ხაზი 2011 წლის შემდეგ სწორედ ამ პარტიამ რომელსაც ქართული ოცნება ქვია შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში 78 პუნქტი ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. და შესაბამისად მათივე დასანქცირება ამავე ქვეყნების მხრიდან პირდაპირ პასუხი აიღო თუ რას მიაღწიეს მან და ამ 8 წელიწადში საით წაიყვანეს თავის ქვეყნად.